აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობს. დავით უსუფაშვილი აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაში 40-მდე სახელმწიფოს პოლიტიკური პარტიის წევრები მონაწილეობდნენ. შემაჯამებელ განცხადებაში სპიკერი ამბობს, რომ აბრეშუმის გზის ახალ მარშრუტში საქართველოს როლსა და ადგილს კონფერენციის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. კონფერენცია ეძღვნებოდა ჩინეთის გლობალურ ინიციატივას აბრეშუმის გზის განახლების თაობაზე. თავმოყრილი იყო აქ 40-მდე სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტიები, ლიდერები, პრემიერ-მინისტრები და საუბარი იყო ამ თემაზე, როგორ რეალიზება იქნება ამ იდეის. ძალიან საყურადღებო იყო გამოსვლები, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა ქვეყანა აზიის სახელმწიფოები ამ შემთხვევაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და საქართველოს როლი და ადგილი კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ წარმოჩინდა ამ კონფერენციაზე.